Ჭართამი, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ქართველიშვილი. ამ დიდი ჩავარდნების შემდეგ დაგიბრუნეთ ისევ და ვაპირებ აქტიურად დავიწყო გადაღება ვარჯიშების ახსნის. ჩვენ ყოფებით სპორტდარბაზ გალილეო ფიტნესში. დღეს ავხსნით მხრის ორთავა და სამთავა კუნთების ვარჯიშს, ბიცეპსის და ტრიცეპსის ვარჯიშს. მოდი გადავიდეთ და გაჩვენებთ როგორ უნდა გავყურდეთ, რა ეტაპები უნდა გავიაროთ ვარჯიშამდე. პირველ რიგში სამ ვარჯიშს დაიწყებთ, აუცილებლად უნდა გაახუროთ სახსრები და კუნთები და მე ამ შემთხვევაში პრიორიტეტ ვანიჭებ რეზინს, კარგად ახურეთ. ყველა სახსარი უნდა გაახუროთ კარგად, რომ დიდი ყურადღება მიაქციეთ იდაყვის სახსარს და მხრის სახსარს. პირველ მოძრაობას დავიწყებ რეზინით. შეეცადეთ რომ დაახლოებით 10-დან 15 გამეორებამდე შეასრულოთ. დღეს მეგობრებო ძირითადად დროს დავუთმობ ფრანგულ ღერს. ბიცეპსის და ტრიცეპსის თავი მოძრაობა შევასრულო რეხილი ღერძით. გეტყვით იმას, რომ არის ნაკლებად რამული, იმიტომ რომ მცირე სუპინირებულ მდგომარეობაში არის ხელი, ძალიან კარგი არის და ბიცეპსის და ტრიცეპსის ძალიან კარგად იგრძნობა. პირველ ვარჯიშს მე შემოგთავაზებ აი ასეთ ვიწრო ჭიდს. ეს ამუშავებს ბიცეპსის ლატერალურ მხარეს. ბიცეპსის გრძელი თავი მუშაობს ამ დროს და გაჩვენებთ როგორ უნდა შეასრულოთ. ამ შემთხვევაში მე შევასრულებ სკოტის სკამზე. ვარჯიშის დროს რამდენიმე ნიუანს გავუსვავ ხაზს. ანუ უნდა ვიყოთ ეს პოზიციაში. ესე შეიძლება რომ მოკლე ვარჯიში შეასრულო, მაგრამ სწორი არის ასე. მაქსიმალურად უნდა იყოს დაფიქსირებული კიდურები. ამ შემთხვევაში მე მინდა რომ ვიწრო ჭიდი შევასრულო და გამეორებაზეც გეტყვით რომ 12 გამეორებამდე არის ყველაზე ოპტიმალური ფაზა, სადაც გაიზრდება ბიცეპსი და თუ გინდა რომ უფრო მაგრად იგრძნოთ ბიცეპსის კუნთი, მაჯა უნდა იყოს დახრილი. აი ეს. სკოტის სკამზე ვარჯიში დავასრულებთ მეგობრებო. მე ყოველთვის ხელებს ოდესაც ვავარჯიშებ, ერთ ვარჯიშს ვაკეთებ ბიცეპსის ვარჯიშს, შემდეგ ერთი ვარჯიში ტრიცეპსის ვარჯიში და ამასობაში ანტაგონისტი კუნთები არის და შესვენებად საკმაოდ კარგი გამოსვლის და უფრო მუშა მდგომარეობაში არის კუნთი. ამ შემთხვევაში შევასრულებ ახლა მე ფრანგული ჭიდით ტრიცეპსის შესრულებას. ამ დროს მუშაობს ტრიცეპსის გრძელი თავი, მიდიალურ თავზე არის საუბარი და შევეცდები რომ გაჩვენოთ ახლა როგორ უნდა შესრულდეს ეს მოძრაობა. ამ ვარჯიშს აუცილებლად დაიხმარეთ მეგობარი, იმიტომ რომ ძალიან რთული არის. მეც ახლა საპირისპირო წევარ ამ სკამზე, იმიტომ რომ დამხმარე არ მყავს. ჩემი ოპერატორი მაგდენ ამას შეასრულებს. მოკლედ ავიღებთ ძელს ისევ ვიწრო ჭიდით, ხელი იხრება უკან, აი ასეთ პოზიციაში და ხდება იდაყვის მოხრა და შემდეგ გაში. ეს არის არასწორი მოძრაობა, ესე არ კეთდება. უკან გადის ხელი, ანუ იხრება დახრით და გამართავთ უკან. ამ ვარჯიშსაც გეტყვით რომ ძალიან დიდ წონებს ნუ შეეჭიდებით, იმიტომ რომ ტრავმასაშიში ვარჯიში არის და შეეცადეთ ესეთი წონით ვარჯიშოთ, რომ 8-დან 12 გამეორებამდე შეძლოთ. მისვლებს რაც შეეხება, მე პირადად ვასრულებ 4 მისვლას, 12 გამეორებას. ჯამში 3 ვარჯიშს ვასრულებ. 3-ს ვაკეთებ ბიცეპსის ვარჯიშზე და 3-ს ტრიცეპსის ვარჯიშზე. მეგობრებო, ტრიცეპსის მიდიალური მხარე დავასრულეთ ჩვენ. ახლა ჩვენ გადავალთ ბიცეპსის გარეჭიდზე. ეს ავარჯიშებს ბიცეპსის მოკლე თავს. ლატერალური თავი უკვე შევასრულეთ ვიწრო ჭიდით. ახლა დავიწყებ ამის შესრულებას და აგიხსნით როგორ უნდა შეასრულოთ ეს. ამოტანის დროს შედარებით იდაყვი გამოდის წინ და ნელა ჩამოდის უფრო წინ პოზიციაზე. ხელებს ბოლომდე იდაყვში აშლით. აი ასე. ხელებსაც კი ეთყობა უკვე როგორ გაიფამპა. მე ამ ვარჯიშს შევასრულებ 4 მისვლას და 12 გამეორებას. მოვედით ტრიცეპსის ვარჯიშზე. ეხლა ჩვენ ახლა შევასრულოთ ტრიცეპსის ლატერალური ნაწილი, ტრიცეპსის გარე მხარე უნდა შევასრულოთ. ვარჯიში არის ვიწრო ჭიდით მიჭიმვა, ფრანგული ღერძით და ამასთან ერთად სუპერსეტში გავაკეთებ. ბენჩ ტიპსი არის და ორივეს გავაკეთებ 10 გამეორება სუპერსეტში. გაჩვენებთ ახლა როგორ უნდა შეასრულოთ. უნდა შეეცადოთ რომ იდაყობი მაქსიმალურად განზე იყოს დაშვების დროს და კერდის ოდნავ ქვედა ზონაზე უნდა დაუშვათ. სხვანაირად მაღლა რომ დაუშვათ, იმ დეტალს ვერ იგრძნო. ბენჩსაც გაჩვენებთ როგორ უნდა შეასრულოთ. ვიწრო ჭიდით ვიღებთ. დაშვება უნდა იყოს შედარებით ნელი.
გაწევა შედარებით სწრაფი. Bench dips-ის გაკეთება შევეცადოთ, რომ საჯდომის კუნთებთან გქონდეს შედარებით ხელი შეტრიალებული, აი ესე. უხლის ახსაში გაიმართება. გავსწორდებით. დაშვება უნდა იყოს ძალიან ნელი და ამოსვლის დროს ზემოთ არ ვიმართებით, ვიმართებით წინ. ჩასვლა ისევ ნელი. ამოსვლა სწრაფი. ესე არკეთ. ტრიცეპს ვარჯიში დავასრულეთ, მეგობრებო. ეხლა ვიწევ ბრახიალისის ვარჯიშს, ბრახიალისის კუნთი მდებარეობს აი ასე. ბიცეპსი უფრო ფართე ხდება, ციგანეში გადის და გიშევთ, რომ ეს ვარჯიში ბიცეპსში აუცილებლად შეიტანოთ, უფრო ლამაზი იქნება და მაჯის დედა ნაწილსაც ძალიან კარგად ავარჯიშებს, მინდა გითხრათ. აი ასეთი ჭიდით უნდა გქონდეთ ხელების ზემოდან. გამეორებას რაც შეეხება უნდა გააკეთოთ. 4 მისვლა და 12 გამეორე. ოდნავ ტანით წინ ვართ. აი ესე. ბიცეპსის ვარჯიში დავასრულეთ. მოკლედ აგიხსნით, ახლა დღეს დაშევასრულეთ ბიცეპსის ლატერალური თავი შევასრულეთ და გავაკეთეთ. მედიალური თავით შევასრულეთ და ბრახიალისის თავით გავაკეთეთ. დღეს ამ ვარჯიშებით დავასრულებთ ბიცეპსის ვარჯიშს. ტრიცეპსა იდეაში 3 ვარჯიში გამოგვივიდა, მაგრამ დიფსის ვარჯიშს bench-ზე რო გავაკეთებ დიფსის ვარჯიში, მაგას არ ჩავთვლი. ფრანგული ღერძი თავს უკან გავაკეთებ ჭდომარე პოზიციაში და აგიხსნით რა სხვაობა არის. ჭდომარე პოზიციაში მაქსიმალურად უფრო დიდი დაშვება უნდა გააკეთოთ და ბიცეპსის კუნთი უფრო მეტად იწელება. ამ შემთხვევაშიც მუშაობს მედიალური თავი. როგორც დაწოლილ მდგომარეობაში იგივე, მაგრამ უფრო დიდი ამპლიტუდით მუშაობს და მე ბოლოს ყოველთვის ამ ვარჯიშსაც ვამატებ ხოლმე. შეეცადეთ ამ ვარჯიშის დროს დამხმარე ყოველთვის გხავდეთ, რომ ვინც დაგაზღვევთ და მოგაწვით უკნიდან წელს. დაშვების დროს მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ სულ ბოლომდე დახაროთ ხელი. აი ასე და გამართოთ. ჩვენ დღევანდელი ვარჯიში დასრულდა, დღეს ხელების ვარჯიში შემოგთავაზეთ. ვარჯიშის ბოლოს აუცილებლად უნდა გაწელვები შეასრულოთ, რომ მოძრაობის ამპლიტუდა უფრო გაგეზარდოთ, შემდგომ კუნთები გაჭიმულობისგან განთავისუფლდეს და მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ უნდა გაწეროთ მაგალითად ტრიცეპსის ვარჯიში. პირველ რიგში აი ასე უნდა წავიღოთ უკან ხელი და მეორე ხელით უნდა დავკაჩოთ. გავაჩერებთ დაახლოებით 10 წამის მანძილზე. აი ესე. კონკრეტული კუნთს რო ავარჯიშებთ, ყოველთვის ის კონკრეტული კუნთი უნდა გაწელოთ აუცილებლად. ამავდროულად შეგიძლიათ აი ეს მოძრაობა შეასრულოთ. ჩვენი ვარჯიში დავასრულეთ. იმედი მაქვს, რომ ჩემი რჩევები გამოგადგებათ. წარმატებებს გისურვებთ ყველას. აწი ვაპირებ, რომ გადავიღო და ვარჯიშები ავხსნა დეტალურად, თურისთვის არის კარგი და კონკრეტულად რა კუნთებს ავარჯიშებთ და ასე შემდეგ. თქვენს გთხოვთ, რომ კომენტარებში აქტიუროთ, დამიწეროთ, თუ რომელი კუნთის ვარჯიში გაინტერესებთ, წონა, კლება, მატება და ასე შემდეგ. შემიძლია ძალიან ბევრ თემას გავცე პასუხი და ბევრ დეტალში დაგეხმაროთ. მოკლედ ჩვენი არხი გამოიწერეთ აუცილებლად და ვიდეოს და ლაიქი ფარ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ თქვენზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული, რომ мотивация მომცეთ ამ ყველაფერში. აბა დაგემშვიდობებით, კარგად.